მეგობრებო, ძალიან საჭირო ინფორმაცია არის და სასწრაფო არის ამის გავრცელება. ერთმანეთს გადაუგზავნოთ, დაურეკოთ, აუხსნათ, ლინკი ჩაუგდოთ, როგორც შეგიძლიათ, ისე გავრცელეთ ეს ვიდეო. ესე იგი, გუშინ წინ მომართა ქალბატონმა, რა ვერ მოვიცალია ჩამეწერა ეს ვიდეო, რომელსაც დაურეკეს საქართველოს ბანკის სახელით და უთხრეს, რომ როდესაც გქონია თურმე აღებული სესხი, ონლაინ სესხი, პირობითად 1000 ლარი თქვათ და გახდა 5000 ლარი დღესო. თუ არ გინდათ დაგიყადაღოთ ქონება, საბანკო ანგარიშები, დაგედოთ ყადაღა და ასე შემდეგ დაუძაბეს, რა თქმა უნდა, შეთავაზეს ვარიანტი, რომ თვეში 300 თუ 500 ლარი გადაიხადეთო. დარწმუნებული ვარ უკვე ამ მაღინაციაში ძალიან ბევრს აქვს თავი გაყოფილი, იმიტომ რომ უკვე დამაჯერებელია საქართველოს ბანკის ნომრით რეკავენ თუ მსგავსი ნომრით და სარგებლობენ საქართველოს ბანკის სახელით, რაც უკვე ნდობა არის. აი დამუშავებული და სტაჟ გავლილი აფერისტები ზიან კოლ-ცენტრებს რო ეძახიან ხოლმე ამ ოფისებში და რეკავენ. ისე დამაჯერებელი ტექსტით, ისეთი დამაჯერებელი საუბრით, რომ შეიძლება საკუთარ სახელში ეჭვი შეგეპაროთ. როდესაც ეთყობა დაკარგეთ პირადობაო, ვიღაცა მიპოვა და გააკეთა სესხიო. გამორიცხულია, ასეთი რაღაც არ ხდება. საქართველოს ბანკი კი არა, ნებისმიერ ბანკში კრედიტ ოფიცერს რო ელაპარაკებით დისტანციურად და გინდა სესხის აღება, კითხვებს ვავენ ისეც, რომ თუ თქვენ არ ხართ ფლობელი იმ პირადობის მოწმობის და უშუალოდ თქვენ არ ხართ, ამას ვერ გასცემენ ამის პასუხს. ანუ თქვენს ნაცვლად პირადობის მოწმობა რომ ზიპოვონ, ხო? ვერავინ ვერ გააკეთებს სესხს. გამორიცხეთ ეს, დაივიწყეთ ამაზე ფიქრი და ნუ გადაიხდით ისეთ თანხებს, რომელიც არ გეკუთვნით. თუ გინდათ რომ დარწმუნდეთ ნამდვილად თქვენი ისტორია როგორი მდგომარეობაშია ბანკში, მოგმართეთ ჩვენ. ახლა ბანკში რო გაგიკოთ ინფორმაცია, ამას უჭირდება მინდობილობა და ეს ხარჯთანაა დაკავშირებული, მაგრამ თუ გინდათ უბრალოდ ნომერი შევადაროთ, რომელი ნომრიდან გირეკავენ, გადაურეკოთ, გავიგოთ, დავაზუსტოთ ნამდვილად ისინი არიან თუ არა, ეს უფასოა, კონსულტაცია სულ ვიძახი ამას. თქვენთვის ძალიან ბევრი რამე შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, დაგეხმაროთ, მაქსიმალურად დაგიდგეთ გვერდში, არ მოგერიდოთ, მთავარია დარეკეთ. და კიდევ ერთი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რატომ ხდება ეს მაინდა-მაინც იტალიაში, არ ვიცი. ერთ ქალბატონს აქვს ოქრო ონლაინ მაღაზია, ჯერ ესეთი არაფერი გამიგია. ონლაინ რანაირად შეიძლება იყიდო ოქრო, მაგრამ მისი დამაჯერებლობით 10 ქალბატონი მოაქცია მახეში, შეიძლება მეტიც, მაგრამ მე მომართა ამ 10-ულმა. იყიდეს ონლაინ ოქრო განვადებით, რომელიც რა თქმა უნდა ხა ყველას აწყობს და სარფიანი გარიგება არის, რომ ნელ-ნელა იხდი და ბოლოს დაიჭირე ოქროს ხელში. ოქრო ისეთი რამეა, მე რომ მივიდე საყიდლად ოქროსი, თუ არ ვიცი ცნობა, უნდა წავიყვანო ადამიანი, ვინც იცის, ხო? თორე შემასყიდიან სპილენს, გარედან მოოქროვილს. ცოტა სათუო საქმეა და ეს ონლაინ რატო უნდა მიიღო ამის გადაწყვეტილება, არ ვიცი, მაგრამ ალბათ ნდობა. ამ ნდობამ მიიყვანა საქმე იქამდე, რომ ბოლოს რო იხადეს ამ ქალბატონებმა წელიწადზე მეტი 300 ევროები, 400 ევროები თვიურად, არც ოქრო ჩანს, არც ფული. მომართეს მე ვცადე ამ ჯგუფის ავტორთან გასაუბრება. ამერიდებინა მაინც თავიდან რა ელის მომავალში, ეს არის თაღლითობა ჩვეულებრივი და თაღლითობა ისჯება, ხო? მაგრამ მეც დამაიგნორა, რატომღაც დაჯერებულია, რომ ვერაფერს ვერ იზოვენ. რა მექნა ხა? ემიგრანტის ჯგუფი არის ეს, რომ თხოვენ დახმარებას, მე უნდა დავეხმარო. გადავეცი ადვოკატმა მიმართა პროკურატურაზე და ოფიციალური წერილი გაიგზავნა, რა თქმა უნდა რეაგირების გარეშე არ დარჩება. ასეთი ადამიანი მით უმეტეს ემიგრანტი წასულია, წვალობს კაპიკზე დაადოს რაღაცა შექმნას და იმის ფულს არ ვიცი როგორ პარავ, ხო, ესე უნამუსოდ. არც მე არ დავეხე უკან და როგორც არის კანონის ფარგლებში და დაისაჯოს ყველა ისე როგორც ეკუთვნის. მოკლედ, გაავრცელეთ ეს ვიდეო რაც შეიძლება სწრაფად. ვინც არ უნდა დარეკოს, როგორც არ უნდა დარეკონ. თუ თქვენ ხელი არ მოაწერეთ, თქვენ პირადად ფული არ გაიტანეთ, ხო? გამორიცხულია რომ ვინმე თქვენ სახელზე რამე გააკეთოს. ეს იცოდეთ. და არ მოგერიდოთ. ეს ჯგუფი არსებობს თქვენთვის ემიგრანტებო, თქვენთვის და უამრავი რამის გაკეთება შეგვიძლია თქვენთვის. ჩვენამდე კიდე მანძილი არის მხოლოდ ერთი ზარი, რომელიც არის მითითებული Facebook გვერდზე, WhatsApp-ით, მოგწერეთ, დარეკეთ, გიპასუხებთ. მადლობა.